umudusunuz. Bu yolculuğun her zaman გასულ კვირას სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდები დააკავეს. საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი ხრიკია, რომ ერდოღანმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთავარი კონკურენტი ჩამოიცილოს. მთავრობის ოფიციალური პირები ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ქვეყანაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ჟურნალისტიც დააპატიმრა. ხელისუფლების ქმედებას თურქეთის ქალაქების ქუჩებში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ იმამოღლუს მხარდასაჭერად ვართ. მე აქვთ გავარ მისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ბოლო ინფორმაციით პოლიციამ საპროტესტო აქციების ფარგლებში 1000-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. ორშაბათს დილით სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ნაწილმა მოახერხა შენობაში შესვლა, დანარჩენები კი გარეთ დარჩნენ. უნივერსიტეტის დაცვა მათ აღარ უშვებდა. მიზანი კი ის იყო, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში არ გამოეხატათ პროტესტი. ერდოღანმა დემონსტრაციებს ქუჩის ტერორიზმი უწოდა. იმამოღლუს დაკავებას კი ანტიკორუფციული ოპერაციის ნაწილად მიიჩნევს.